გამარჯობა. მე ნინო სიხარულიძე ვარ, ქართულის მასწავლებელი. პირველ რიგში გილოცავ ახალ სასწავლო წელს. ჩემ გაკვეთილებზე იმედი მაქვს არ მოიწყენ, რადგან ვეცდები საინტერესო ამბები მოგიყვე ხოლმე. ზაფხულის არდადეგები დასრულდა, საინტერესოა ვინსად ისვენებით, ალბათ ზოგი მთაში, ზოგი ბარში, ზოგი ზღვაზე. მე პირადად ქალაქში მომიწია დარჩენა და კუსტბაზე ავდიოდი ხოლმე გასაგრილებლად, გასარუჯად. ალბათ მივხვდით ხო ჩანთითაც იმიტომ ვდგავარ. ახლაც იქიდან მოვდივარ. გაინტერესებთ რა მიდევს ჩანთაში. მოდით, გამოცნობანა ვითამაშოთ. ხო გიყვართ თამაში. მე მინიშნებებს მოგცემთ და თქვენ უნდა გამოიცნოთ ეს რა ნივთია. პირველ ნივთზე გაძლევთ მინიშნებას. ეს ნივთი გვჭირდება იმისთვის, სად არის? აქ არის, რომ ჩვენი თვალები დაიცვას მზის სხივებისგან. აბა, მოვიღო? როგორ ფიქრობ რა არის? მართალი ხარ? სათვალეა. სათვალე იცავს ჩვენ თვალებს მზის სხივებისგან და ის აუცილებლად გვჭირდება ხოლმე ზაფხულში. დავდოთ ეს ჩვენი სათვალე, აი ესე. მოდი ახლა მეორე საგანი გამოვიცნოთ. მეორე საგანის მინიშნება ასეთია. ეს ნივთი გვჭირდება იმისთვის, რომ თავი დავიცვათ გადახურებისგან. ქოლგა, დავფიქრდე, ქოლგაც იცავს თავს გადახურებისგან, მაგრამ მას ჩვენ თავზე ვიხურავთ. მართალი ხარ? ეს გახლავს საზაფხულო ქუდი. ის იცავს თავს გადახურებისგან და მზის დარტყმა რო არ მივიღოთ. ეს ნივთიც დავდოთ და ბოლო მესამე ნივთი. მისი წასმა აუცილებელია კანზე თუ გარუჯვას ვაპირებთ, რადგან დაიცვას ჩვენი კანი მავნე მზის სხივებისგან. დედა, რა ყოჩაღი ხარ? მართალია. მართალია, ეს არის მზისგან დამცავი კრემი, რომლის წასმაც აუცილებელია გარუჯვის წინ. ისე ხომ ვერ მეტყვით? რა ქვია მზისგან შეცვლილ კანის ფერს? ყოჩაღ. მართალია, რუჯი ქვია. რა კარგია რომ ზაგარი არ მითხარით. ზოგჯერ არასწორად ამბობენ ხოლმე და რუჯის მაგივრად სიტყვა ზაგარს ახსენებენ ხოლმე. მიხარია რომ თქვენ სწორად იცით და სწორად ამბობთ. მოდით, ახლა გადავიდეთ ჩვენი გაკვეთილის თემაზე. რატომ ვისაუბრე ამდენი საზაფხულო არდადეგებზე, დასვენებაზე? რა თქმა უნდა, ჩვენი დღევანდელი გაკვეთილი ზაფხულის შთაბეჭდილებებს ეხება და ლექსიც სწორედ ამასთან დაკავშირებით მოგიმზადეთ. მოდით, მე გადავაწყობ ჩემს ნივთებს, ხელი რომ არ შეგვიშალოს და ლექს წაგიკითხავთ. ყურადღებით. ლექსის ათაურია ხიარული ზაფხული. მისი ავტორია ქართველი პოეტი მზია გოგნიაშვილი. ეს რა მალე დამთავრდა ხიარული ზაფხული. მოდი, ყველას მოვუყვეთ, ვინსად იყო წასული. ზოგი თაში გახლდათ და ზოგიც ზღვიდან დაბრუნდა. ზოგმა სულაც კუსტბაზე მოახერხა გარუჯვა. მთაში მყოფი სვანებს და სვანეთს აქებს დემეტრე. მახალ კოშკებს იხსენებს, ყვება ლამაზ ლეგენდებს. ტასო ზღვაზე ყოფილა, ცურვა თითქმის ისწავლა. ზღვა ისე მოეწონა, სხვაგან უკვე არ სწავა. ნენემ ოზურგეთიდან შეიყვარა გურია. ასემღერის გურია, მართლაც საამურია. მე ძალიან მომეწონა ეს ლექსი. იმედი მაქვს, რომ თქვენც ისიამოვნეთ. შემთხვევით ის ადგილები ხომ არ ვახსენე, სადაც თქვენც ისვენებდით. მართლა, რა საინტერესოა თქვენ სად იყავით, მაგრამ ამაზე მერე ვისაუბროთ. მოდით ახლა, რადგან ზაფხულზე ვსაუბრობთ,
სად ვისვენებდით? მოდით ზაფხული დავახასიათოთ კიდეც. ჩვენ ამაში სქემა დაგვეხმარება, სადაც პირველი სიტყვა თუ როგორია ზაფხული უკვე წერია, ცხელი. კიდევ რა სიტყვა მოუხდება ზაფხულს? როგორია ზაფხული? ზაფხულში ვერთობით, ვმხიარულობთ. ესე იგი, რა შეგვიძლია ვთქვათ? რომ ზაფხული არის ხიარული, მართალია. კიდევ ზაფხულში როგორი ფერად-ფერადი ყვავილებია, ფერად-ფერადი პეპლებია. რა შემიძლია ვთქვა? კიდევ როგორია ზაფხული? მართალია, ფერადია ზაფხული. მოდი ახლა ეს სიტყვები შევეცადოთ და ბადეში ჩავწეროთ. ნახეთ, როდესაც მე რაღაცის წერას ვიწყებ, ჯერ ამ სიტყვას ხმამაღლა ვამბობ ხოლმე. აი მაგალითად, მინდა დავწერო სიტყვა მხიარული. ვამბობ მხიარული. შემდეგ წერის დროს ასო ვასახელებ ამ ბგერებს, რომ გამიოლდეს წერა და არ შემეშალოს. ახლაც ასე გავაკეთებ. მე ვწერ სიტყვას მხიარული. დავიწყეთ. და დავწეროთ სიტყვა ფერადი. როცა წერას ვამთავრებ, აუცილებლად ხმამაღლა ვკითხულობ, რომ შევამოწმო რამე ხომ არ შემეშალა. აბა წავიკითხეთ. მხიარული. შენიშნეთ 800. არასწორად დამიწერია. 800 ცხოვრობს მეორე და მესამე სართულზე. მე კი ის პირველ და მეორე სართულზე დავწერე. ახლავე ჩავასწორებ. აი ასე. ესე იგი რს ვწერთ მეორე და მესამე სართულებზე. შევამოწმოთ სიტყვა ფერადი. ესე შეცდომით დამიწერია. ნახეთ, ფ100 დავწერე მეორე და მესამე სართულზე. ამ დროს პირიქით ის პირველ და მეორე სართულზე ცხოვრობს. ახლავე ჩავასწორებ. რა კარგია ასე ყურადღებით, რომ მისმენთ და მაკვირდებით, ძალიან დამეხმარებით, რომ სხვა დროს შეცდომები არ დავუშვა ხოლმე. მოდი ახლა დავუბრუნდეთ ჩვენს ლექსს და იცით რა აღმოვაჩინე? ამასობაში დამავიწყდა რომელ ბავშვს რა ადგილი მოეწონა ზაფხულში. ხო ვერ დამეხმარებით, როგორ შემიძლია ეს გავიხსენო, დავადგინო, რაო, სელფი გადავიღო, როგორ ახლა ესე დავდგე და ეს რაში დამეხმარება შემდეგ? თორე კი გადავიღებ სელფს. არასწორად გამიგია თქვენი ნათქვამი. თქვენ გულისხმობთ სელფობანა ვითამაშო, თან დავხატო ჩვენი ბავშვები, ხო? გამახსენდა. უნდა დავხატო ჩვენი ბავშვები, მოდით მე ჩავკეცავ ამ ჩვენ სქემას. დავეცადოთ დავხატოთ. რომელი პერსონაჟი ავარჩიოთ? მოდით პირველი დემეტრია ნახსენები და დემეტრე იყოს. ესე იგი თქვენ როგორც მეუბნებით, ჩვენ რომ სელფობანა ვითამაშოთ, ახლა დემეტრე უნდა დავხატო, ისე თითქოს სელფს იღებს. აბა ვცადოთ, დიდად ხატვა არ მეხერხება. მაგრამ არა უშავს. ეს არის ჩვენი დემეტრე, რომელიც იღიმება, რადგან მოწონს, კმაყოფილია და გაღიმებულია სელფის დროს. დავხატოთ ფეხები, ხელიც და მეორე ხელით გადავაღებინოთ სელფი. აი ეს იყოს ჩვენი მობილური და აი ნახე როგორ გადაიღო, როგორი კმაყოფილია. მაგრამ ამითი როგორ უნდა მივხვდე რა მოეწონა დემეტრეს? ლექსში ჯობია ჩავიხედო? მართალი ხარ, აბა ჩავიხედოთ.
აიო, სვანეთში ყოფილა დემეტრე და სვანეთი მოეწონა ძალიან, სვანები მოეწონა ძალიან. აკიდე ნახსენებია სვანური კოშკები. როგორ ფიქრობთ, დემეტრე სვანურ კოშკთან სელფს არ გადაიღებდა? რა თქმა უნდა, სასწრაფოდ უნდა დავხატოთ სვანური კოშკი. აბა ნახოთ. ასე ეს კონგურები გავუკეთოთ. და მე მგონი ჩვენი კოშკიც სადაა. ასე. აი ახლა მივხვდი, რომ დემეტრეს სვანური კოშკები ყველაზე მეტად მოსწონებია. და ჩვენ რომ ახლა მეორე პერსონაჟიც დავხატოთ. გავიხსენო სახელი ტასო, რომელიც ზღვაზე იყო. როგორ ნახაც გავაკეთებდით? რა თქმა უნდა, ტასო ზღვაზე დავხატავდით, ვითომ სელფს იღებს. და ნენე რომ დაგვეხატა, გახსოვთ, რაო ნენე მოზურგეთიდან მთელი გურია შეიყვარაო და მღერისო, გურია მართლაც სამურია. როგორ დახატავდით ნენეს სელფს? რა თქმა უნდა, როგორ მღერის სიმღერის მომენტში. ძალიან დიდი მადლობა, ეს საინტერესო თამაში რო გამახსენეთ. მართლაც დამეხმარა, კარგად გამეგო ლექსში, ვინსად ისვენებდა და ვის რა მოეწონა. ახლა კიდევ ერთი საინტერესო დავალება მაქვს თქვენთვის. ყურადღება. საქმე ის არის, რომ ლექსიდან სიტყვები ჩამოიყარა. ხო, იმ ლექსიდან მე რო ახლა წაგიკითხეთ. სუაირდაირია ერთმანეთში. მოდით, დამეხმარეთ, რომ დავალაგო, წინადადებად ვაქციო ისევ და ლექსში ჩავასკუპოთ უკან. აბა ყურადღება. თუ გახსოვთ. როგორ იწყებოდა ლექსი? მე მაგალითად არ მახსოვს, მაგრამ მოდი წავიკითხოთ და იქნებ გაგვახსენდეს რა სიტყვა იყო პირველი. ზაფხული, რა, ეს, მხიარული, დამთავრდა, მალე. რომელიო? მართალია, სიტყვა ეს იყო პირველი სიტყვა. ყოჩახ, აბა, ჩავსვათ, მართალია. პირველ ადგილას დასკუბდა, ესე იგი სწორად გავიხსენეთ. შემდეგ რომელი იყო? რას მეუბნებით? რა? კი ბატონო, აბა ვცადოთ. ესეც სწორად გაგვახსენდა. მოდი შემდეგ სიტყვას მე ვიტყვი. მე მგონი მხიარული? არა. მალე. აბა ვნახოთ, მე ვარ მართალი თუ თქვენ? თქვენ უფრო სწორად გახსოვდათ. ყოჩახ. შემდეგი. რარიო? ეს რა მალე? რა თქმა უნდა დამთავრდა იქნება, მაგი მეც გამოვიცანი. ეს რა მალე დამთავრდა? ბოლო მეც მახსოვს. მე მგონი მხიარული ზაფხული იყო. მაინც შევამოწმოთ. მხიარული ზაფხული. ესეც ჩვენი წინადადება. ავაწყვეთ და შეუძლია უკვე ლექსში დაბრუნდეს. ახლა კი საშინაო დავალების დროც დადგა. მე ძალიან მაინტერესებს, სად ისვენებდი. ყველაზე ძალიან ამ ზაფხულს რა დაგამახსოვრდა. მოდი წერილი მომწერე. ახლა კი ზუსტად მოусმინე ჩემს ინსტრუქციას დავალებასთან დაკავშირებით. მომწერე წერილი. ამისთვის წერის დაწყებამდე დაფიქრდი, რა გინდა მომიყვე ზაფხულის არდადეგებთან დაკავშირებით. წერის დროს დაწერე მისალმება. გამარჯობა ნინო. დაწერე შენი ამბავი. მე ვისვენებდი. დამემშვიდობე და დაწერე შენი სახელი და გვარი. წერის შემდეგ წაიკითხე შენი დაწერილი წერილი. წაიკითხე ხმამაღლა. თუ რამე გამოგრჩა ჩაამატე. შეგიძლია გააფორმო შენი სელფით. დახატე შენი თავი, ან მართლა გადაიღე ფოტო და ჩააკარი წერილში. ეს იყო ჩვენი საშინაო დავალება. ახლა კი სანამ დაგემშვიდობებოდეთ, მოდით შევაჯამოთ რა ვისწავლეთ დღეს. დღეს ჩვენ ვისწავლეთ მინიშნებებით
როგორ შეიძლება გამოვიცნოთ საგნები? დღეს ასევე ვისწავლეთ, როგორ შემიძლია წაკითხული უკეთესად გავიგო და რომ ამაში სელფობანა მეხმარება ძალიან. ასევე დღეს ვისწავლეთ, რომ უნდა დავაკვირდეთ წერის დროს, რომელ ასოს სად წერთ, რომ შემთხვევით სხვა სართულზე არ მივცეთ ბინა. დღეს ასევე ვისწავლეთ, რომ სასურველია წერის დროს ხმამაღლა წარმოვთქვათ დასაწერი სიტყვა და თუ საჭიროა, ასობგერებათაც კი დავშალოთ წერის დროს. დაწერილი კი აუცილებლად უნდა გადავიკითხოთ ხოლმე. სულ ეს იყო. იმედი მაქვს, მოგეწონა ჩემი გაკვეთილი და არ მოიწყინე. ნახვამდის, მომავალ შეხვედრამდე.